გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ მიმდინარე მოვლენებზე და იმ საფრთხეებზე, რა საფრთხეების დღეს არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებობს უკვე და ლამის უკვე ისე წავიდეს საქმე, რომ შესაძლებელი იყოს თუ რაღაც გარკვეული ბალანსი არ მოხდა და ამ შესაბამისი აქტიური ჩართულობა მსოფლიო პოლიტიკოსების საფრთხეს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს წინაშე ვდგებართ და ამიტომ ჩვენ ისეთი რეგიონი ვარ საქართველო, რომ გინდა არ გინდა ჩვენ ჩათრეული ვიქნებით ამ უბედურებაში, რა უბედურებას დატრიალდება და რომელი უბედურების საფუძველზეც კაცობრიობას ემუქრება განადგურება. ირანში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო ოპერაციები. ახლა იქ თითქოს და ისრაელი ფიგურირებს და ისრაელი განახორციელა სარაკეტო დარტყმები, მაგრამ ახლა ეს მოდით რა ამას თვალებში ნაცარს თუ რა ვიცი შევაყრით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დღეს აწარმოებს ისრაელის სახელით. ამავდროულად არც ირანის სამხედრო სარდლობა და ხელმძღვანელობა ჩამოურჩება და მანაც საპასუხო დარტყმები განახორციელა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე, რომელიც არის განლაგებული აღმოსავლეთში და საკმაოდ სერიოზული დარტყმები მიაყენა და დღეს უკვე გავცელდა ბატონო თემურ ინფორმაცია და კადრები, როგორ ჩაასვენეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო ცხედრები. დღეს ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ბატონი თემურაზ პიფია, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი. ბატონო თემურ, მოგესალმებით. მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში. თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელი პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. და წლებია უკვე რაცაც თქვენ თვალს ადევნებთ და რაცაც თქვენ ანალიზს აკეთებთ და რის საფუძველზეც რაღაც გარკვეული ინფორმაციებს ღებულობს საზოგადოება. ბატონო თემურ, ამიტომ მოგიწვიეთ დღეს თქვენ ჩვენთან ეთერში და ტელევიზიაში და სტუდიაში, რომ საზოგადოებას უთხრათ. ირანში მიმდინარე მოვლენები ეს უკვე ფაქტურად ცნობილი არის, ყველა უკვე ხედავს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რა საფრთხეების წინაშე ვდგებართ, ბატონო თემურ? აი ამაზე ვისაუბროთ და ხანდახან ჩაკითხვებიც მექნება ხოლმე რა. ბატონო, ირანთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს მოვლენები არის ყოველ თქვენთვისაც არის რა თქმა უნდა უმეტეს თქვენ სამხედრო ბრძანდებით, რომ ეს მოლაპარაკების ფონზე ყველაფერი მზადდებოდა სამხედრო დარტყმისთვის. კი ბატონო. აი მოლაპარაკების ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის და ირანი არის ძალიან ძლიერი მოკავშირე რუსეთის და ჩინეთის. ირანი არის აი ამ ჯაჭვის ძლიერი რგოლი, რომელიც შეერთებულ შტატებს წინ ეღობება მსოფლიო ბატონობის გზაზე. და შეერთებულ შტატებს მსოფლიო ბატონობის გარეშე არ შეუძლია თავისი არსებობა თავისი იმპერიარულებიდან რა ქვია? იქიდან გამომდინარე იმპერიალისტური ზრახვებიდან. იმ შინაარსით, რა შინაარსით და წარმოდგენილია შეერთებული შტატები დაბადებიდან დღემდე რა? ამ შინაარსით ის ვერ იარსებებს თუ ის ვერ გააკონტროლებს მსოფლიო პროცესებს. მით უმეტეს ტექნოლოგიური განვითარების დღევანდელ დონეზე, როცა მსოფლიო გახდა ერთიანი ტექნოლოგიურადაც და ყველანაირად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გარდუვალი იყო და ის შეერთებული შტატები მიყვება თავის ძირეულ ინტერესებს, თავის აი სტრატეგიულ ინტერესებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპი არის ზიგზაგიზებურად მოქმედებს, ზიგზაგიზებურად საუბრობს, ზიგზაგიზებურად ესე იგი. მოულოდნელი გადაწყვეტილებები? კი, საღამოს მეორე საკითხი. მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ მაინც დროში რო გადავხედოთ, სამთვიანი, ექვსთვიანი და უშუალოდ ერთწლიანი პერსპექტივაში ის მაინც მოქმედებს გარკვეული ლოგიკის მიხედვით. და ეს ლოგიკა ერთადერთია, რომ შეერთებული შტატებს ჭირდება კონტროლი იაფ რესურსებზე, იაფ მუშახელზე და გაგებების ბაზარზე. ისევე როგორც იმპერიალისტური, უმსხვილესი კაპიტალისტური აი მონსტრს.
ეგ მაგას ღიად აცხადებს ტრამპი და ამბობს, თლით ინტერესია, ხოლმე ბიზნეს ინტერესები ყველა ქვეყანაში. ბიზნეს ტრამპი არის, ტრამპი მოვიდა, თავის დროზე მოვიდა, ისტორია ქმნის ამ ფიგურებს. კი. უკვე ისტორია მისი გამოაშკარავა შეერთებული შტატების ზრახვები. დიახ. რომ დამალვასაც აზრი არ აქვს. საბჭოთა კავშირის არსებობა, სოციალისტური სისტემის არსებობა, სტალინის არსებობა, ბატონჩევა თავის დროზე კაპიტალიზმი გააშიშლა ბოლომდე. თავიდან ბოლომდე ჩამოხედა ნიღაბი აბსოლუტურად. დიახ. სოფლიოში ერთადერთი სტალინმა გააკეთა, მაგრამ სხვა ვერავინ ვერ მოერია რა. რა თქმა უნდა და ინერცით მე საბჭოთა კავშირი ამას აკეთებდა. კი. და იმპერიალიზმის პირველი უძლიერესი დარტყმა, აი უძლიერესი საბჭოთა კავშირმა მიაგანა ზუსტად. მეორე მსოფლიო ომში მისი როლი, მისი გამარჯვების შედეგად კოლონიური სისტემა დაინგრა, შეერთებული შტატები გამოვიდა წინ, როგორც მთავარი იმპერიალისტური ქვეყანა, კაპიტალისტური სამყაროს უპირობო ლიდერი, შემდეგ მოახერხა სტალინის სიკვდილის შემდეგ, რომ ამ კაპიტალისტურმა სამყარომ მოახერხა, რომ საბჭოთა კავშირი დაენგრია, თუმცა ეს შიდა მიზეზები უფრო იყო ვიდრე გარემო. წლები იმუშავა, წლები შეერთებულმა შტატებმა რომ საბჭოთა კავშირი დაენგრია. მოისყიდა მთელი ეს პოლიტბიურო თითქმის არ შეუწყვეტია ბრძოლა არც იდეოლოგიური და არც ძირ გამომთხრელი ბრძოლა არც ერთი წამით არ შეჩერებულა. აქედან გამომდინარე მარქსისტული იდეოლოგებს უნდა დაუბრუნდნენ და მათ შეფასებას იმ პოლიტოლოგებს, რომლებიც მარქსიზმის საფუძველზე ხსნიდნენ პროცესებს. ეს იდეოლოგიური ბრძოლა არც ერთი წამით არ წყდება. აქედან გამომდინარე მე გახდა ესე იგი ერთპიროვნული ლიდერი დაახლოებით 20 რამდენი წელი 2007 წელს პირველი სიგნალი მისცა რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთს და შეერთებულ შტატებს რასი გაგრძელება არ შეიძლება რომ მეც ავარო რა ერთ სიტყვით რუსეთმა მიგვიღებდა ჩვენცო რა ერთ სიტყვით შეიძლება თქვენ არ დამთავრდეთ თამაში მაგრამ რუსეთს მაშინ უნდოდა იმპერიალისტური ბანაკის სრულფენიანი წევრობა. ცოტა შეიძლება ცოტა პატარა ესე იგი ნაკლები როლითაც კი, მაგრამ არ მიიღო დასავლეთმა. არ მიიღო დასავლეთმა, უფრო მეტის დასავლეთმა მოინდომა რუსეთის ჩამოშორება, როგორც ოპონენტისა. არაერთი მსვლელობისა იყო, კი. აი უკრაინის ომი მიზეზი აი ის არის ნატოს აგრესიული ზრახვები, ნატოს წინსვლა, რამოდენიმე ტალღა ნატოს შეუჩერებელი წინსვლა რუსეთის მიმართულებით. შეუჩერებელი წინსვლა მისი მთავარი მეტოქის მაინც ჩინეთია მის მიმართულებით და ამან გამოიწვია უკრაინაში რუსული არმიის შესვლა და უკრაინის ომი და არა რუსეთმა. რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა. სხვა გზა არ ჰქონდა. ეს სხვა საკითხია, რომ რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს ჯერჯერობით და ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბატონო დიახ, აი ეს საერთო გლობალური მიზეზის შედეგია და თქვენი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა განზე ვერ დავჭერთ. აი ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ამერიკასთან უნდა ვიყოთ, ან უნდა ვიყოთ რუსეთთან. ნუ ჩინეთმა აირჩიეს ამათმა, მაგრამ ჩინეთი შორს არის. ჩინეთი არ ძალიან ფრთხილი ქვეყანა. ჩინეთი შენ არ დაგიცავს იმ აგრესიისგან, რა აგრესიასაც შეერთებული შტატები გავლენს საქართველოს მიმართ და მისი ხელისუფლების მიმართ, ევროკავშირი და ამ შემდეგ. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ არ ვიჩქარებთ, საქართველოს ხელისუფლება არ იჩქარებს, ისტორია ისე არის აჩქარებული. ჩვენ ისე აღმოჩნდებით უსკულს პირას ვერც ვიგრძნობთ. იცით რა არის ახლა თქვენ ბრძანეთ რომ აი შეერთებული შტატები ან უნდა ვიყოთ რუსეთთან, ან შეერთებულ შტატებთან. რამდენი წელიწადია ვართ ამ შეერთებულ შტატებთან და აი მოდი რა ლოგიკურად ვიმჯეროთ რა. რამდენი წელიწადია ჩვენ ხო დამოუკიდებლობის დღიდანვე უკვე შეერთებული შტატების გავლენა არის ამ ქვეყანაში, ხო? და მისი ხელდასმით ინიშნებოდა მინისტრები, პრეზიდენტების დანიშვნა ქვია იმას, იმიტომ რომ ასეც იყო რა, ხელფასუხტი, ხო, აბარა კი ბატონო, ხო, და ნებისმიერ თანამდებობის პირები სულ ყველა ინიშნებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციებით და კი ბატონო, ხო, კი, ისინი ამტკიცებდნენ ამერიკის საერთაშორისო მტკიცებოდა ყველა შეერთებული შტატების ბეჭედი აქვს დასმული, გეთახვები, ბეჭედი აქვს დასმული, მაგრამ ბიჭო ვერ წავედით წინ, გაიგე? ვერც ეს შემთხვევა ვერ დავიძერით წინ, ქვეყანა ვერ იგზნო, თუნდაც დაუშვათ იმ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გვერდში დგომა და მე თუ მკითხავ, არანაირი გვერდში დგომა არ იყო და არც ფინანსურად, არც ეკონომიკურად. მაგათ რომ გვერდში დგომა დომებოდა ჩვენი ესე იგი განვითარება, პირველ რიგში მათ უნდა დაეწყოთ
ფაბრიკა ქარხნების ქვეყანაში აღდგენა, რომელიც გაანადგურეს თვითონ მათმა. რომელიც თავის დროს საბჭოთა კავშირმა გააკეთა აქ საქართველოში. აი ხომ მეთანხმებით თუ არა მას? ამიტომ მათმა მარტო აი როგორ ყვედრიან დღეს რომ ამდენი მილიარდი მოგეცეს, ამდენი მილიონი მოგეცეს, ეს მისცეს თავიანთ აგენტურას, თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხო, ეს დოლარი არ დაუხარჯია. ხალხი, საზოგადოების ხალხისთვის სოფლის მეურნეობა ჩაკლეს, მოკლეს. და გავხადეს დამოკიდებული თავიანთ კონტროლებად ქვეყნებზე, რომ იქიდან ყოფილიყავი ჩვენ რაღაცნაირად მიბმული, ხო? აქ შიგნი არაფერი არ კეთდებოდა, აბსოლუტურად არ კეთდებოდა, ერთი ფაბრიკა ხან არ აშენებულა. ანუ ესე იგი 2008 წელს საგვისტოს ომის დროს გვითხრეს და მაკეინი ყოველთვის ეუბნებოდა მიშას რომ მიშა მიდი დაიწყო და აკავარმეო, ეს ხო მაკეინის თავები იყო ყველაფერი კაცო. და მიშამ დაიწყო, მაგრამ ბოლოს მიგვატოვეს და პამპრისები და წყალი შემოგვიტანეს. იქაც გვიღალატეს, ხო? ანუ მათი იმედი ჩაიხსნა. არა გვაქვს მათი იმედი. ესე ხელისუფლება უნდა გაიხედოს, თორა ჩრდილოეთ მეზობელთან კაცო, რომელიც აგერ არის შენთან გვერდზე, ცხვირის წინ და გინდა არ გინდა ეს ასეც უნდა იყოს, ხო? და თუ დღეს მართლა მე მაგალითად ასე ვფიქრობ, თუ დღეს მართლა ქვეყანა გამოვა ამ კრიზისებიდან, რა კრიზისებში შესვენყოფილ როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და აგერ ახლა კარსაა მომდგარი, აგერ თუ მასიურად წამოვიდა ტოლილების რა გაიქცევი ამ ტოლილებს ერთი მითხარი, ხო? ვიდო დაგიცოს, ვინ არის შენი დამცველი? ამერიკაა შენი დამცველი? არ არის ამერიკა შენი დამცველი. ამიტომ ისე უნდა გავიხედოთ იქით, ცილველი მეზობელის კითხვა იქნება რაღაცნაირად გამოგვიყვანოს ამ მდგომარეობიდან და გააკეთებს თუ არ გააკეთებს ამას ხელისუფლება და რამდენად არის მოსალოდნელი და რამდენად არის ან გაბედული ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან მიმართებაში. რაც შეიძლება ტოლილებს ირანიდან გავა ის ხალხი, ვინც ანტიამერიკულად არის განწყობილი ამერიკის გამარჯვების შემთხვევაში. კი. თუ მან მიაღწია თავის მიზანს და იქ ეს ხელისუფლება შეიცვალა. დიახ. და რა თქმა უნდა ის მას აწყობს რომ ასეთი კატეგორიის ხალხი რაც მეტი გავა ირანიდან მით უკეთესი იქნება შეერთებული შტატების მიზნები გავა ეს ამერიკელების ის აქედან გამომდინარე ის კი არ დაგვიცავს ხელს შეუწყობს ტოლვილების გასვლას ირანიდან რაც შეიძლება მეტი რო გავიდეს ამ კატეგორიის ხალხი და ის მოაწყდება ჩრდილოეთის მმართველებით წამოვა იქით არ ვიცი ახლა სამხრეთის მმართველები საერთოდ შეიძლება თურქეთშიაც მაგრამ ნაკლებ მოსალოდნელია ავღანეთშიაც იმიტომ რომ ავღანეთი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანში მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მოგვაწდება მე მგონია რომ უკვე შემოდიან არა ეხლა რა არის აეროპორტში ძალიან ბევრი შემოდის მე ვიყავი ხა აეროპორტში და ახლა არ არის ფაქტობრივად ცარიელი აეროპორტი რაც ეს დაიწყო მაგრამ მანამდე არის შემოსულები ეს პროამერიკული ირანელები რომლებიც აგერ ახლა ჩვენ ჭინკებთან ერთად ზეიმობენ ირანის დაბომბვას აი ხო ესენი არიან სულ პროამერიკელები და ჩვენი ჭინკები თუ არიან, აგერ ეს ერთად რო ახლა შეწყვნათ რომ აკვეთებენ და უხარიათ, ადამიანები როგორ იღუპებიან. როგორ იცი, როგორც უკრაინაში დაიწყო 2022 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა და გამოვიდნენ და აჭრელეს უკრაინელ დროშებით ყველაფერი თბილისი იმას რა ქვია და ზეიმებს მართავდნენ რომ არიქა და უკვე უკრაინული ძალები ხვალ კრემლში იქნებიან დროშის საფრთხეები. ახლა ირანში რო დაიწყოს პროცესები ახლა ირანელებთან ერთად გამოდიან და იგივე საკეთებენ ეს საშია აი რადონის ავადმყოფობა არის ამას გეუბნები და ირანელები კი არის თქვენ მართლებზანეთ არიან საქართველოში როგორ არ არიან მაგრამ არიან პროამერიკული ირანელები და არა ესე ლევამბობის ხალხი რომელიც არ ეთანხმება რეჟიმის შეცვლას დიახ დღევანდელ რეჟიმს მხარს უჭერს დიახ აი ამ ხალხის გაჩერება თუ მიაღწია თავის მიზანს შეერთებულმა შტატებმა იგი და შეცვალა ხელისუფლება რა თქმა უნდა არ აწყობს რომ ირანში დარჩეს ის ხალხი ტოლილების ნაკადი შეუწყობს ხელს რომ გავიდეს ირანიდან ხო მაგრამ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში და რა გავაკეთებთ მე მგონია რომ ჩვენი ეს ჩვენი კატასტროფა იქნება ჩვენი სტრუქტურები ამისთვის არიან მზად არ ვიცი ახლა აი ამას აგერ ვერ უკლავდებიან აქ პაკისტანელები და ინდუსები და ესე რომლებიც არიან ჩამოსული და იმათად ვერ აქვთ ინდონეზია ახლა პრემიერ-მინისტრი აი ამ სიტუაციის დარეგულირებას იმიტომ რომ ეს შრომითი ურთიერთობების ნაწილში იცვლება ჩვენი კანონმდებლობა და იქ შეინიშნება გარკვეული დადებითი ძვრები ამ მმართველობით რომ კონტროლს დაექვემდებაროს ეს მართლა უკონტროლო პროცესები რომელიც ადგილობრივ ბიზნესს სჭირდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ყველგან, იაფი მუშახელი და იმიტომ იყო ეს ამბავი, მაგრამ კობახიძემ მოინდომა ამისი შეჩერება, სხვადასხვა ფასების დაწევის პოლიტიკას და ნავთობპროდუქტების იმპორტის
ესე იგი იმპორტზე, აგრეთვე ფარმაცევტულ წარმოების რეგულირებას, ამას ემსახურება, რომ ბიზნესი, რომელიც ძალიან დაიშვა, რა, თავს გაუვიდა ძალიან, რომ ცოტა მოჯდნენ და იფიქრონ ქვეყნის ინტერესებს. ამას ემსახურება. მე მგონია, რომ მაინც ძალები არ აყოფა, თუ ასეთ ტალღა წამოვიდა, რა საქართველოსაც დააზარალებს ეს. იცით რა არის? კი, აი მე გეთანხმები, ბატონო, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ მასიური სარაკეტო დარტყმები ჯერ არ არის იმ შემადგენლობით და იმ ფორმებით და იმ მასშტაბებით არ არის ეს ჯერ ისინი აწარმოებენ წეტილოვან დარტყმებს იმ ობიექტებზე რომელი ობიექტებზე მათ გონიათ რომ იქ აწარმოებენ რაღაც გარკვეულ ბირთულ იმას რაკეტებს ამავდროულად აწარმოებს დარტყმები მათმა იმ რეზიდენციებზე სადაც განთავსებული იყვნენ ხელმძღვანელობა და სამხედრო სარდლობა და ის სულიერი ლიდერი რომელიც უკვე დადასტურდა რომ ამ სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ეს სულიერი 47 არის გარდაცვლილი დაახლოებით 47 ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მაგრამ ნახე რა ხდება თუ მასიური დარტყმები ეხლა ირანის საპასუხოს ალევს ეხლა მოდი პირდაპირ თქვა რომ აი ირანი არ არის გაჩერებული და ირანს არ უჩანს პირი იმისა რომ ის რაღაცნაირად უკვე ფარხმალდაღრილი არის ხო ირანი საპასუხო და უწევს წინააღმდეგობას ეხლაც უწევს წინააღმდეგობას და სხვათა შორის საჰაერო ძალების სარდალმა გააკეთა თვალსები განცხადება რომ ეს ის რაკეტები არ არისო ჩვენ უფრო მეტი ეფექტურია და უფრო მეტი ისა გვაქვსო მნიშვნელოვანი რაკეტები რომელსაც გამოვიყენებთ თუ კი გააგზელებს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ჩვენ წინააღმდეგობა მაგრამ აი არ ვიცი ახლა ეს გადავა სახმელეთო ოპერაციის ეტაპი აი მაგას აი სახმელეთო აი მაშინოველოდო ჩვენ უკვე მასიურად ტოლილების შემოდინებია საქართველოში თუ სახმელეთო ოპერაციები დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე აი მაშინაც ჩვენ ამ საფრთხის წინაშე მაგრამ მე კიდევ დაუბრუნდები იმას გინდა არ გინდა ჩვენ გვჭირდება დღეს ვართ დაუცველი ქვეყანა ვართ დაუცველი ვართ მოდი პირდაპირ ვთქვათ სიმართლე ვთქვათ აქ ცილოთისგან არ იხედებიან და არავითარ იმას არ აწარმოებენ არც ფარულს და არც ღია დიალოგს რომ რაღაცინად ჩვენ ამ კუთხით ვიყვეთ გარანტირებულები ხო აგერ აზერბაიჯანი რას აკეთებს ხედავთ ჩვენთან მიმართებაში და აგერ სასომხეთი რაფერი გვიდგება კიდევ და ვინ უნდა დაგვიცვას ვინ ჩვენ მე მგონია რომ დრო დავკარგეთ იმისთვის რომ ჩვენ აი ასეთ საფრთხეებისთვის მზად ვიყოთ დიდი დრო დავკარგეთ ამისთვის ზუსტად იმიტომ რომ დასავლეთის იმედად ვიყავით მე არ ვიყავი და თქვენ მაგრამ ხელისუფლებამ გადაულობაში ჩვენ ხედავთ რომ ბოდიში ამ სიტყვაზე და ამ ხელისუფლებას პანგური ქრა ევროპა ამ ხელისუფლებას პანგური ქრა ევროპა იმიტომ რომ აი კიდევ არის როგორ ამბობენ ესე იგი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რა ინგლისთანაც კი რომელმაც იმედის და პოზიტივი დაასანქცია არა ეგ გასაგებია ხო მაგრამ პანგური ქრა ევროპა მაგრამ ეხლა იმ ევროპას რომელი ევროპას ახლა ჩვენ გვაქვს ხო ახლა რომელსაც ჩვენ ხედავთ ხო ევროკავშირს ევროპის ქვეყნების ლიდერებს რომელიც არიან ლიბერასტული იდეოლოგიის მიმდევრები ხო მე მაგალითად მათთან ამაზე ვამბობ რომ ესენი ამათ უნდათ ევროკავშირთან ყოფნა მაგრამ იმათმა ისეთი რამე დაავალდებულეს ქართულ მხარეს კი ბატონო ხო აი მაგას ისეთი რამე რომელსაც ქართული ოცნება ვერ გააკეთებდა და არ გააკეთებდა უბრალოდ იმის გამო რომ ესენი ჯობიან მიშა სააკაშვილის რეჟიმს აი მოღალატურ რეჟიმს აი ამით ჯობია რომ ამათ პასუხისმგებლობის გარკვეული გზნობა აქვს საქართველოს წინაშე და მომავლის წინაშე გარკვეული გეთანხმებით აი ეს პასუხისმგებლობა გააჩნიათ კი ბატონო და აქედან გამომდინარე ისინი არ წავიდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე რუსეთის წინააღმდეგ ესენი და ამავდროულად კონსტიტუციაში კიდევ ცვლილებების შეტანა და კანონის მიღება ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი მოყვა იმას რომ პანგური რო კრეს იმას იმის შემდეგ მოხდა ეს თორე მე ახლა რომელი ერთი არ იყო ლიბერალი ვინც ახლა ოცნების ხელმძღვანელი გეთანხმებით მანამდე თავიდან ლიბერალები იყო რომელიც ხედავენ იმას წამოაკვეთეს კიდევ კი გეთანხმებით მაგრამ დღეს იცავენ თავის თავს და იცავენ სორადას აკეთებენ ახლა რაც შეეხება შეერთებულ შტატებს ახლა მდგომარეობა რატო არის რომ ისე მდგომარეობაში ვართ რომ ახლა მაინც არჩევანის წინაშე დგავართ გარკვეულწილად ხო იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ ხელისუფლების უმაღლეს ешელონებში არ ფიქრობდნენ იმაზე რომ რუსეთთან მაინც უნდა მივიდეთ არ ფიქრობდნენ იმ ვარიანტზე რომ ისევე როგორც ევროპამ უარყო
ესენი უარყოფ საბოლოოდ რომ ვაშინგტონის შეიძლება ვაშინგტონისდანაც ასეთი პასუხი იყოს. აი დღემდე ამად იმედი აქვს რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ასეთვისი ურთიერთობებს დაალაგებენ, მაგრამ რის ხარჯზე არ მესმის უბრალოდ რა. შეერთებული შტატები შენ ხელს გამოგიწოდებს მეგობრობის, სტრატეგიული იმის, რა ქვია, ურთიერთობების და ასე შემდეგ ხელს ისე რომ არ მოგთხოვს არაფერს და მისი ინტერესები კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში რა არის? პირველი ინტერესი რატო არ გავს ირანს? კავკასია ჯერ ერთი ნავთობზე კონტროლი, როგორც კავკასია უნდა გააკონტროლოს. მეორე, რა თქმა უნდა ჩამოგბიძოს რუსეთს კავკასია, სამხრეთ კავკასია. მთელი გზა აიღოს ხელში რა აბრეშუმის. სტრატეგიული მარცხი მიაგნოს რუსეთს და საბოლოო ჯამში ჩინეთს და ამას მოსწონს საქართველოსაც. მე არ ამგონია რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვა ეს ტრიუმფი. არ გამოუვა ამერიკის ადმინისტრაციასთან დამეგობრება. ეს უკვე გამორიცხულია და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ რუსეთთან ურთიერთობისას. რატო ვკარგავთ ძვირფას დროს? რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენი პოზიციები სუსტდება რუსეთთან ურთიერთობისას. კი ბატონო. რუსეთს თავისი ინტერესები აქვს. ჩვენი ინტერესები გვაქვს. აი ეს ჩვენი ინტერესები რო დავიცვათ, ამისთვის ახლავე უნდა დავიწყოთ საუბარი რუსეთთან. რომ ჩვენი წითელი ხაზები ბატონო რომელიც არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, მაგრამ ესენი რას იზამენ, იცით? ესენი ისე მიიყვანეს საქმე, იქამდე მიიყვანეს საქმეს, რომ ესენი დათმობენ ყველაფერს რუსეთთან. აი ზუსტად რუსეთთან დათმობენ. აფხაზეთსაც მიაჩეჩებენ. ცხინვალის რეგიონსაც მიაჩეჩებენ და ყველა პირობას დასტარდებიან ბოლოს რუსეთს. ყველა პირობებს და საქართველოს აი ბოლოს და ბოლოს დათანხმდებიან იმას, რომ საქართველო საბოლოოდ გაიყოს 3 ნაწილად, შეიძლება 5 ნაწილადაც გაიყოს იმის. აი ნახეთ ამის მეშინია მე, რომ ეს ხალხი, აი ეს ოცნება იმდენად ისინი არ არიან მაინც და მაინც, კი არიან გარკვეულწილად პრინციპები აქვს, ასე თუ ის იმათთან შედარება, არც ისეთი პრინციპულები არიან, რომ საკუთარი სკამის გულისთვის საქართველო არ დათმობ კერძოდ აი ეს ინტერესები, რაც მე ვთქვი აფხაზეთთან დაკავშირებით და ცხინვალთან დაკავშირებით. ეხლა რა ისეთი პროცესები მიმდინარეობს გალის რაიონში. აი მაგაზე მინდა შეგეკითხოთ. ხო ხმავინმე. საერთოდ ახლა აბსოლუტურად აი თქვენ მე მაგაზე მინდა შეგეკითხოთ ეხლა თქვენ აფხაზეთი ახსენეთ ეხლა აფხაზეთი ახსენეთ უკვე 33 წელიწადი გავიდა უკვე რაც აფხაზეთი მოგლეჯილი არის იმ თავის ძირძველ მიწას საქართველოს მიწას და საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ისტორიული ნაწილია ეს მაგრამ მოხდა იმიტომ რომ ბაშინ ამერიკის შეერთებული შტატებმა და ლერცინის რუსეთმა ერთად ჩაატარეს ეს ოპერაცია და დღემდე ამ მდგომარეობაში ვართ მაგრამ თაობები მოდის უკვე კაი იცვლება თაობები ნელ-ნელა მივიწყება ესემა ყველაფერი ხელისუფლება რაღაცნაირად პასიურობს ამ აფხაზეთისთან სამართლებრივ მიმართებაში და თუ დღეს მართლა აუცილებელია და პირველ რიგში უნდა წავიდეს დიალოგთან რუსეთთან სწორედ ამ აფხაზეთის სამართლებრივთან დაკავშირებით თქვინა გადაადგეს ეს ნაბიჯები ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ მიდის პასპორტიზაცია მასიური პასპორტიზაცია აფხაზეთში ეს რამდენად ეხლა უკვე მთლიანად დასამარებას ნიშნავს და მთლიანად ჩამოგლეჯვას საქართველოსა და აღარ პერსპექტივა უკვე დაკარგვა პერსპექტივის დაკარგვას აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისა. იქ პასპორტიზაცია მოყვება იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. კერძოდ აფხაზეთის ოფიციალურ ხელისუფლებას უნდა გალის რაიონის ასე ვთქვათ ეს მათი ტერმინია ინტეგრაცია. გალის მოსახლეობის ინტეგრაცია აფხაზურ სახელმწიფოში. მაგრამ ინტეგრაცია როგორ უნდა მოახერხება? რო ეს გალის მოსახლეობა აფსუად უნდა ჩაიწეროს. აფსუიზაცია მიდის. გალის მოსახლეობა. ანუ გააფხაზებას უყველასე. გააფხაზება. აქ ცოტა ისეთი იმ მეგრელების გააფხაზება. როგორც ბევრი მეგრელი გააფხაზებულია თავის დროზე. გააფხაზებული. აფხაზი სიტყვა. ეს არის კოლხური სიტყვა. დიახ. აფხაზი ქართული სიტყვა აქედან გამომდინარე. ისინი არიან აფსუები. აფსუები. ეს ამათი აფსუიზაცია მიდის. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეს. მოვიდა დრო ეს გავმიჯნოთ და სიმართლე ვთქვა ისეთი სიმართლე, რომელიც აი, რა ვიცი, კი ბატონო ეცქნოს ყველას რა. ვისაც ეცქნება ეცქნოს. სიმართლე უნდა ვთქვა, კაცო, იმიტომ ვარ და ჩვენ და სიმართლე უნდა რასაც აკეთებენ გალის რაიონში აფხაზური დღევანდელი ოფიციალური ხელისუფლება, ეს არის წმინდა წყლის ნაციონალისტური პოლიტიკა. იქ ხმის ამოღების უფლება არა თუ ის მეგრელია, მეგრელი ესე ქართველია, აქედან გამომდინარე, შენ მეგრელი არ ხარ, შენ აფსუა ხარ. და მიმდინარეობს პროპაგანდა არა მხოლოდ აი იმიდან, რა ქვია, პროპაგანდის დონეზე, ჟურნალისტების დონეზე, არამედ აი თითქოს მეცნიერულ დონეზე ამტკიცებენ სამორზაყამ, გაო.
აი სამურზაყანის მოსახლეობა თურმე ესენი აბსურდი წარმოშობის მოსახლეობა. არა და საქართველოს ისტორიული ეს არის, გასაგებია. გამოიგინეთ თქვენ და საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი ესე იგი ისეთი ეს გააუქმა სოხუმის უნივერსიტეტ გაუქმების გზაზეა, სადაც იყო გარკვეული ბირთვი იყო, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე. ენთუზიაზმის დონეზე ყვაშილავები არიან. ყვაშილავი არის მეცნიერი, ძალიან ცნობილი მეცნიერია. და აი ესეც მე ახლა არ ვიცი ახლა საქართველოს ხელისუფლება საერთოდ ამ საკითხზე არსად ხმა არ ამოუღია არავის. ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დროს ჩვენ ამაზე უნდა ესე იგი ძალიან დიდი სხვადასხვა თქვენ უნდა კონდეს ყველგან არა თქვენ აცელეთ ახლა ამ განცხადებას პირველი თუ მე არც ერთ ტელევიზიებში და არც ერთ იმაში არ მომისმენი არც ხელისუფლებას გაუკეთებია განცხადება არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია პროტესტის ნიშნად რაიმე ტიპის განცხადება რომ გააფსუება მიდის იმისი ბადოონტრისთან სოფლებს უცვლიან სახელებს გალის ტოპონიმები მეგრული ტოპონიმები პირდაპირ ხალხური ტოპონიმების სოფლები იცვლება აბსურდი სახელებით და გვარებიც იცვლება გვარები აი დაუშვათ იათი რომ თავდება ის ია შორდება და რჩება ისეთი გვარი რომელიც მაგათაც აფხაზური გვარი ხო ვითომ აბსურდი გვარია და ამ შემთხვევაში მოხდება ამ ადამიანის ინტეგრირება ახლა მე ამას ვაცხადებ რომ აფხაზურ მხარის გასაგებად აფხაზები არასოდეს არ ყოფილან დაჩაგრულები აფხაზებს საბჭოთა პერიოდში არ ყოფილან არა ყველანაირი პრივილეგიები იქონათ თქო იმიტომ ეწერებოდა მეგრელები აფხაზები და დანარჩენი ქართველები ქართული გვარი ვინც იყო დანარჩენი ქართველები ახლა ზამთრილად უნდა ვიყო და აფხაზად აფსუად იმიტომ ეწერებოდნენ მაშინ კი ხო და იგივე არ არის დღეს ეს არის მონოეთნიკური სახელმწიფო იქნება იქ და მონოეთნიკური სახელმწიფო იქ მეორე ხარისხოვანი მეოთხე ხარისხოვანი ხალხია გალის მოსახლეობაო ჩამჩირის მოსახლეობა ქართული მეგრული მოსახლეობა და ტოპონიმების შეცვლა რო ხდება ხმა უნდა მოიგოს თბილისმა კი აუცილებლად მაგრამ იცით რა ხდება ბატონოტრისთან ტოპონიმები ესენიც იგივე საკეთებენ სამეგრელოში რა მეგრულ ტოპონიმებს უცვლიან ასე მაგალითად სოფელი გოჩკადილი ხო შეიცვალა ეს ითარგმნა გაჭედილი გოჩკადილი ქართულად არის გაჭედილი სოფელი დაარქვეს გაჭედილი არ შეიძლება ეგაც როგორ 1000 ადგილას რა განსხვავება თქვენსა და აფსუებს შორის იგივე საკეთებენ ისინი იქ აქედან გამომდინარე ჩვენ კარგავთ აფხაზეთს ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მეგრული მოსახლეობა იქა და ქართული მოსახლეობა იქა ისე როგორც საჭიროა და ამაზე უნდა იყოს მსჯელობები და ისე კი არა რომ ახლა დაუშვათ ახლა ისა რა ქვია ქარცეცხლი გაუხსნათ აფხაზურ მხარეს და საბოლოოდ გადავიმტეროთ არა მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ხო რაღაც ეს პროცესები არის ძალიან ცუდი პროცესები მე არ ამგონია ახლა რუსეთი ამას ხარს უჭერდეს აქედან გამომდინარე ახლა იქ მე ორი აზრი არ არსებობს რომ აფხაზეთზე ძალიან დიდი გავლენა აქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე რუსეთს ჩვენ რუსეთთან რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ უნდა ვილაპარაკოთ რომ აი ამ თვალსაზრისითაც რომ ეს პროცესები რაც იქ მიმდინარეობს რომ ეს პროცესები შეჩერდეს და დროზე შეჩერდეს ჩვენ კარგავთ აი თქვენ სწორი ხართ რამდენი თაობა შეიცვალა აბა ჩვენი შვილიშვილები რომლებიც აი აქ გაიზარდნენ აქ დაიბადნენ იმათ არიციან აფხაზეთი და ისინი რომც იყოს პირობები დაუშვათ ისეთი პირობები დაბრუნების არა დაბრუნდებიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს საკითხი სწორიერიც აღარ ეხება საერთოდ ვინმეს სადმე გინახია თქვენ პროექტი რამდენადმე ღირებული პროექტი როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და როგორ შეიძლება საქართველოს ქართული მოსახლეობის დაბრუნება აფხაზეთის ტერიტორიაზე ეს არის პირველი რიგის საკითხი ტერიტორიული მთლიანობა გასაგებია მაგრამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი უნდა გადაიდოს და პირველ რიგში ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ რომ აფხაზეთი არ უნდა დაიკარგოს როგორც ქართული სივრცე ზუსტად ამაშია საქმე რომ იქ რო გამოდიან ახლა რა ისინი ამას უსვამენ ხაზს რომ გალის მოსახლეობაო ჩამჩირის მოსახლეობაო და სოხუმზეცო არისო ქართული საინფორმაციო წყაროების გავლენა არის რომ ვრცელდებაო ეს და აქედან გამომდინარე რომ გალის მოსახლეობაო ქართულად აზროვნებს და ქართველობენო და ეს ძალიან ცუდი რამ არის აი აქედან გამომდინარე რომ ჩვენ ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ და გალის მოსახლეობისო მაგრამ ინტეგრაცია როგორ
ჩვენი ხალხიო, ჩვენი ხალხად უნდა გავხადოთ ისინიო, ვინც ჩვენი არ არის. ჩვენი არ არის. გალის მოსახლეობაში. ქართველები უნდა გააქვთ, ხო? კი. ეს მიმდინარეობს ახლა იდეოლოგიური შემზადება. ქართული მოსახლეობის, მეგრული მოსახლეობის გააფსვების. და ჩვენ თუ კიდევ დავაგვიანებთ, ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს თუ არ დავაგვიანებთ, აი რუსებს ძალიან უნდათ ახლა იმის ეთყობა მართლა არის სერიოზული საუბრები რუსეთის მაღალ ეშელონებში სატრანსპორტო აი ეს მაგისტრალები და კორიდორები გაიხსნა სამხრეთის მიმართულებით. კი, აი მაგ რეაქცია არა ჩვენ სატრანსპორტო ესენი გზების გახსნა აქეთ იმასი რა ქვია ცხინვალის მიმართულებით ამავდროულად რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით უკვე მე მაქვს ინფორმაცია რომ რუსეთში მხრიდან გარკვეული სპეციალისტები არიან მობილიზებული უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაც მიმდინარეობს თლიანად ამ მაგისტრალის აღდგენა გალამდე თლიანად ამ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა ეს ხوار ნიშნავს იმას რომ ალბათ რაღაც გარკვეული უკვე ინიციატივა გამოიჩინა რუსეთმა რომ ეს სატრანსპორტო გზების აღდგენა, რკინიგზის აღდგენა და რამდენად სარგებელს მოუტანს ეს დღეს ამ დროს როცა ჩვენ არავითარი ის არა გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში დიალოგები აი მარტო არის ჟენევის ფორმატი რომელიც ჟენევის ფორმატის არავითარი შედეგი ამას არ გამოუღია პირდაპირ თქვათ არანაირი ერთი ნაბიჯი საგადადგმულა ამ ჟენევის ფორმატით არც აფხაზეთთან მიმართებაში და არც სამაჩვენებლო არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულეს რაც არის დაავლენ დაждებიან ისაუბრებენ მოდიან დაждები წლები გავიდა უკვე და არაფერი მაგრამ ეს უფრო მეტი ეფექტი და უფრო მეტი შედეგი ხომ არ იქნება აი იმასთან დაკავშირებით რომ აქ სახალხო დიპლომატიის აღდგენა ხალხის ურთიერთობა ეს თლიანად ხო ისი მაინც ამას თავის როგორც ეგრეთის ბაზარმა შემოიტანა დიდი როლი და შეარიგა ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს იგივე პროცესებს გამოიწვევს ეს და შესაძლებელია თუ არა ამ პროექტებში ჩაერთოს ქართული ხელისუფლება. ოსები ახსენეთ, ოსებთან ჩვენ ასეთი პრობლემები არ გვაქვს. არა. ოსებთან ბევრად უფრო ადვილია საუბარი. დიახ. ვიდრე აფხაზებთან, იმიტომ რომ იქ არის ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება შიგნით. და აფხაზური ნაციონალიზმი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ოცული ნაციონალიზმი. და აქედან გამომდინარე ჩვენ ოსებთან საუბარი გამოვდის, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება იმიტომაც რომ კავშირ ურთიერთობები ოსებთან არ გაწყდა. კი, დღემდე არსებობს. 30 წლის მანძილზე. დღემდე არსებობს, კი. უფრო ინტენსიურია ეს კავშირი. მე ჩრდილოეთ ოსეთია და ვლადიკავკაზში ბევრი ქართველი და იქიდანაც ბევრი ჩამოდიან. ბევრი ქართველები არიან. აფხაზებთან ეს ის არა გვაქვს და ეს ძალიან კარგი პროექტია სხვათა შორის ქართულმა მხარემ რაც გააკეთა და დღევანდელი ხელისუფლება ამას აგრძელებს. ამას მივესალმები მე აფხაზეთიდან ავადმყოფებს რომ აქ კურნალობენ და სტუდენტებს რომ უფასოდ ასწავლიან აფხაზ ახალგაზრდებს და ამ შემდეგ ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ აფხაზებთან ადვილი საუბარი გქონდეს. ოსებთან უფრო ადვილია საუბარი და ჩვენ რა თქმა უნდა ქართული მხარე ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ აღვადგინოთ ჩვენი ერთიანობა. პირველ რიგში ერთიანობა, ხალხთა შორის ერთიანობა, ხალხთა შორის ძმობა და მეგობრობა. და ამის შემდეგ აღდგება რა თქმა უნდა ერთიანი სივრცეც. მე ძალიან ვერიდები ამ ტერმინს ტერიტორიული ერთიანობა. ბატონო. კი. იმიტომ რომ ეს ისეთი ტერმინია, რომელიც მათ აღიზიანებს და ჩვენ ტერიტორიული ერთიანობის საკითხი ყოველთვის უნდა გქონდეს ხედულობაში, რა თქმა უნდა. ყოველთვის უნდა გქონდეს, მაგრამ შევამზადოთ უნდა ნაბიჯ ამისთვის ატმოსფერო და ისინი ვაკრიტიკოთ იმ საკითხებში, რომლებშიც მათ პასუხი არ აქვს. და ვერ იტყვიან ვერაფერს. აი ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ახლა ვახსენებთ უნდა წუხი. მე ვფიქრობ რომ ჯერ ჩვენ ხალხი უნდა დავიბრუნოთ. ხალხი, აფხაზი და ოსი ხალხი. შეიძლება მაგისტრალებს. მაგისტრალებთან დაკავშირებით ეს განაპირო. ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე. კერძოდ ჩვენი საბანკო სისტემა შეიძლება მოიწყვიტოს დასავლეთთან. ინგლისის სანქციების შემდეგ ნათია თონავას ეს განცხადება რომ ქართული ბანკები, საქართველოს ბანკი და TBC უნდა იმუშაონ და უნდა იფუნქციონირონ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლებლად. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ იმ სანქციებს არ უნდა დაემორჩილონ. ან ეს იმას ნიშნავს, რომ ის
ის ხო საერთაშორისო ფინანსური ერთიანი სისტემის ნაწილია საქართველოს ბანკი და ისიც და თურნავას ეს განცხადება ძალიან სერიოზული განცხადებაა. ანუ ჩვენ ჩავეხსენებთ, ჩავხსენებთ. ჩავხსენებთ, რა თქმა უნდა და ჩვენი ფინანსური სისტემა ჩამოშლის წინაშე დადგება. რა გადაგვარჩენ ჩვენ ამ შემთხვევაში? ადგილობრივი წარმოება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ რო რამე ვაწარმოოთ, სადმე ვერ გავყიდით. და ჩათვალე რო ეკონომიკური სოფლის მეურნეობა ნოლზე არის. არ არის სოფლის. ქარხნები არა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ დიდი ერთიანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი და სხვა შანსი არ აქვს ბატონო, სხვა შანსი. ჩვენ რო შვეიცარიის ადგილას ყოფილიყავი და შვეიცარიის ადგილას შვეიცარია ყოფილიყო, აქ გეოგრაფიულად საქართველოს ადგილას სხვა საკითხია. მაშინ იქნებოდით შვეიცარია. მაგრამ ჩვენ საქართველო გაჩნდა აი ამ ადგილას, სამხრეთ კავკასიაში. და რუსეთის მეზობლები ვარ და აი ამ ხალხთა ტერიტორია უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ. აი შვეიცარიელები ამას სხვანაირად გააკეთებენ და სხვანაირად გამოიყენებენ. გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგისტრალების გახსნა არის კერძო საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიცაც შეიძლება მოყვეს სხვა ნებისმიერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთთან დაკავშირებით. ეს არის საკითხი, რომელიც რომელიც შედის ძალიან დიდ ერთთლიან საკითხთან ჩვენ რუსეთთან რა გვინდა? ჩვენ გვინდა ამ დიდ მეზობელთან მეზობლური ურთიერთობების აღდგენა, ნორმალური ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ უნდა გავვითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი პრობლემები და გავსაზღვროთ რა გვინდა ჩვენ რუსეთისგან და რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს რუსეთთან ურთიერთობებმა. როგორც თქვა აღნიშნა, შეერთებულ შტატებთან არაფერი, ის გარდა რა ქვია NGO-ების გარდა ევროკავშირმა როგორ თქვით, შეიძლება ეცხნოს ვიღაცას და ბატონო ჩემო იქიდან გამოგვაპანყუროს ყველა სტრუქტურა. ცივი წყალი დალიო, თუ ეწყინება სიმართლის თქმა, ცივი წყალი დალიო. ხელისუფლება მაქვს. ნუ ხტნა ხელისუფლება ცივი წყალი დალიო. ხო და სხვაგზე არ დაგჭირია, ჩინეთის შორსა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რა გვინდა რუსეთისგან. და იმის მიხედვით, რა თქმა უნდა, იმის კერძო საკითხი არის მაგისტრალების გახსნა, რომელიც სხვათა შორის აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, რა თქვენ ახსენეთ, ყველაზე ეფექტური იქნება შერიგების გზაზე, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ამასაც პირველად ვამბობ ცხოვრების მანძილზე. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ წითელი ხაზები არ დავიცავით და ამ წითელ ხაზებზე არ იქნება მსჯელობა. პირდაპირ ვეთქვი ერთ საკითხს. ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების ტოლილებს რო ეძახით, იმათი ეტაპობრივი დაბრუნება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს ხო არ იქნება სავაჭრო თემა ხო არ იქნება ეს? არ არის სიტყვა ვაჭრობა მე არ მიყვარს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა, ეს სავაჭრო თემა ჩვენთვის არ არის. ეს არის თემა, რომელიც კატეგორიული თემა არის, не обсуждается. То есть обсуждается პირველ რიგში ესა და მერე განვიხილავ ჩვენ მაგისტრალების გახსნის ანუ ხელისუფლება კატეგორიულად უნდა იყოს თუ ესე იგი ისინი დათანხმდებიან დევნილების მშვიდობიანად დაბრუნებას თავიანთ სახლებში, ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა წავიდეს და დათანხმდეს მაგისტრალების გახსნას. კარგად უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა მქონდეს მომზადებული და ჩვენ კარგად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. ეს ერთბაშად არ განხორციელებს, ვერ განხორციელებს. ეს შეიძლება ეტაპობრივად განხორციელდეს. პირველ რიგში რა თქმა უნდა მოხდეს ამნისტირება. პირველ რიგში უფლებებში უნდა აღდგეს აფსურმა მხარემ და ოსურმა მხარემ უფლებებში უნდა აღადგინოს იქ ცხოვრები, მოსახლეობა, რომლებიც გამოყარეს იქიდან. ხავის დროზე 250,000 მინიმალური რაოდენობა აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც ასევე გარკვეული რაოდენობა. უფლებებში და მათ შორის, სხვათა შორის, ის ხალხი, ვინც თავის ოჯახებს იცავდა სოხუმში, ბასაევისგან, რადუევისგან და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა აი ამ გალავარაზებისგან, ამ ბანდიტებისგან, აქედანაც ბანდიტები შევიდნენ, რა თქმა უნდა. გადამთიელებიდან. აქედანაც ბანდიტები შევიდნენ, აქედან, მაგრამ იქიდანაც ბანდიტები შემოვიდნენ. სოხუმელები, გაგრელები, ადგილობრივი მოსახლეობა, ოჩამჩიებლები, რომლებიც განსაკუთრებით სოხუმიდან გაგრა, აი იქ ის მხარე. რომლებიც საკუთარ ოჯახებს ბასაევი არის აფხაზეთის ეროვნული გმირი დღემდე. აბა. ვინ გაიქცევა ამ საკითხს რა? აფხაზები გაიქცევიან ამას თუ რუსები? ბასაევისგან ვინც იცავდა სოხუმში თავის ოჯახს. იმეთი ამნისტირება უნდა მოხდეს ყველას. მე არ ვამბობ იმას, ვინ სამხედრო დანაშაული ჩვენი მხრიდან იქ ჩაიდენა, თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობას.
არა, იმაზე არ ვარ. და ეტაპობრივად მოხდეს დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება საქართველოს ბიუჯეტმაც ღარიბაშვილმა განაცხადა თავის დროზე სხვათა შორის ეს. ალბათ ბატონ ბიძინას ივანიშვილისგან ექნებოდა ეს პოლის დასახლება გარკვეული თანხა, რომელიც დაუშვდება საქართველოს რეაბილიტაცია, არა მხოლოდ ჩვენი სახლების დაუშვა, ინფრასტრუქტურა აფხაზეთის, რომელიც დაინგრა და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს გაწერილი მრავალწლიანი, 5 წლიანი, 10 წლიანი გეგმა იქ დაბრუნებისა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ კომუნიკაციების გახსნაზეც და სხვა რამეებზეც რუსულ მხარეს. აი ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხში. ეგ გასაგებია, ხო, ნახეთ, სწორედ აი ამაში უნდა შევთანხმდეთ, ახლა მე და თქვენ და საერთოდ ჩვენი მაყურებელიც და ასეც იქნება ლოგიკურად. აქ ამ პროცესებში უნდა იყოს ჩართული ყველა მხარე, როგორც ქართული, ესე აფხაზური, ესე ოსური და ესე რუსული. რუსული, რა თქმა უნდა. და ჟენევით დანარჩენი ჩვენ არ გვჭირდება. ისე გაგვიფუჭებენ საქმეს. მათმა გაგვიფუჭეს საქმე თავის დროზე 90-იანი წლების დასაწყისში. დიახ, აი ისინი. და მე 2008-ში. აი ისინი უნდა აწყობთ, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ. ხტები ისინი უნდა იყოს ჩახსნილი აუცილებლად. ისინი თუ არ ჩაიხსნენ, აქ ზედმეტია საუბარი დევნილების დაბრუნებაზეც, აქ ზედმეტია საუბარი რკინიგზის ავტომაგისტრალების გახსნაზეც, რადგან ისინი რაღაც თავიანთ სისულელე რაღაცებს ჩაატენიან იქ შეაკვეხებენ და ამით ჩაიშლება ეს ყველა შეხვედრა და მოლაპარაკებები. ჩვენ ვიყავით ამერიკელებთან. შევარდნაძე იყო ამერიკელები. კი, გეთახმებით. მაშინ ამიტომ დაგვემართა ის რაც დაგვემართა. ის უბედურება. რუსები არიან მართლები საერთო ჯამში ჩვენთან. მე ახლა ხაზებიც აი ეს აფსუებით საერთო ჯამში შევხედავთ ჩვენ არა? დიახ. ისინი იყვნენ იმ ისტორიის მართალმხარეს იყვნენ მაშინ იმ მომენტში. და ჩვენ ვიყავით არამართალმხარეს. ამიტომ მოგვივიდა ჩვენ ამას ვერ დავმარლავთ რომ აფსუების ხარე რუსები ყოველთვის სხვადასხვა რუსები არც ერთი ნაბიჯი მაგათ არ გადაუდგამთ ისე გაფრთხილების გარეშე ქართული მხარის. კი. გაფრთხილების გარეშე. სოხომი როგორ დაესა თქვენ იქ მონაწილე. კი. ისა რატო იყო ის მოცემული? რა არ შეასრულა ქართულმა მხარეს შევარდნაძე ყოველთვის თავისი კამი დაიცვა. მაშინაც კი როცა შევიდა იქა აფხაზეთის ტერიტორიაზე აი ამ საჯარისო ბანდიტები შეაგზავნა. და მაშინაც კი როცა უარი თქვა SNG-ში შესვლას. შევარდნაძე. და მაშინაც კი როცა SNG-ში შევიდა. და SNG-ში შევიდა, როდესაც ზვიადისტური ძალა უკვე ქუთაისს მიადგა, აი მაშინ შევიდა. გაგვაუჭირდა. მე შეშინია რომ ქართულმა აი ჩვენმა ხელისუფლებამ იგივე არ გააკეთა. ისიც რა არის აი დროს კარგავთ და აფხაზეთი აი ეს წითელი ხაზები ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვახსენეთ ახლა ჩვენ. კი, რა თქმა უნდა. ამაზე რომ უარი თქვას და ისე მისცეს ყველაფერს უფლება რუსულ და აფხაზურ მხარეს. ამის მეშინია მე. ძალიან დიდი შეცდომებია დაშვებული სწორედ იმ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართებაში იმ დროს უფრო მეტი ჩვენ შანსები გვქონდა სადამ აფხაზეთში დაიწყებოდა საომარი მოქმედებები და რაღაც გარკვეული დათმობები და წასულიყავით აფხაზებთან არ გავაკეთეთ არ გადავდგით ნაბიჯი შემდგომ საომარი მოქმედებებისთვის იყო რაღაც შემოთავაზებები არ გავაკეთეთ არ გადავდგით ნაბიჯი და რაღაც სტატუსი ისეთი სტატუსი რომელიც სტატუსით შემოდიოდი საქართველოს შემადგენლობაში კიდევ იყო რაღაც შემოქმედებები სამთვიანი ახსენეთ იქ მე კარგად ვიცი ყველაფერში აბსოლუტურად თავიდან ბოლოს ხელმძღვანელი პირი ვიყავი და ვიცი თუ რა შეწყვეტის დროს რა ესენი ხდებოდა შეთანხმებები ხდებოდა ესეც დავკარგეთ ესეც გავუშვით ხელი და ბოლოს სააკაშვილის დროს დავაგვირგვინეთ გაიგეთ და ვაფშე წავშალეთ მთლიანად ყველაფერი დავაგვირგვინეთ ის არა ყოველთვის გვალებდა შანსა ყოველთვის გვეუბნებოდა რომ დროზე გადადგეს ეს ნაბიჯები შევარდნაძე იმიტომ ვერ გადადგა არ გადადგა ეს ნაბიჯები რატომ თემ რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დავალებული ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მისი კონტროლის ქვეშ იყო ეს ყველაფერი და არ გააკეთებდა და ზვიადგამსახურდიას ბედი ეწევოდა და შეიძლება გაეკროთ კაცი ხო მაგრამ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პროვოცირებული და დაწყებული ომი როგორც მაგაინმა 2008 წელს დააწყებინა გისულ გადარეული და ავამტყობს სააკაშვილის ომი მაშინ ცხინვალის მმართველობით შერიგებული ხალხი ვიყავით უკვე და აბსოლუტურად ღია იყო ყველაფერი და ქორწილები ნათლობები დაბადების დღეები მისმამოსთა ოჯახების რამე სად იყო არაფერი გახსნილი იყო შლაგმამოები გახსნილი იყო მაგაინი ჩამოვიდა დაინახა რომ არ იქ ესენი რიგდებიანო და მიშას აბა მიშა დავაი დაიწყეთ და პირველი მოქმედება იყო და პირველი ცდელობა იყო 2004 წელს
და ჩვენ კარგად შეხვდეთ რა არის პრობლემა რომ აგვარ ეგრევე დაიწყო კი აგვარებით მაგრამ იქ მე ჟვანია ჩაერთო ძალები ისეთი რომელსაც გამოხდა სიტუაცია მაგრამ 2008 წელს ჩვენ ვერაფერმა ვერ გადაგვარჩინა იმიტომ რომ პირდაპირ აი ესე ლანგარით მიერთვა სააკაშვილმა რუსებს აფხაზეთს ყველაზე თავარი პირობა არის რუსეთთან სტრატეგიული მეგობრობა. და რუსეთთან მეგობრობა არ აღვადგინეთ სტრატეგიული ამაზე საუბარი ზედმეტია. არც აფხაზები დაგველაპარაკე ის აბსოლუტიზაცია რაც მიმდინარეობს ეს ბოლომდე იქნება. მე რაც მოდამო დავკარგავთ არა მხოლოდ აფხაზეთს არამედ ეხლა რა ვიცი თქვენ ეხლა დიდი ხანია პოლიტიკაში ხართ და პოლიტიკური განცხადებები შემთხვევით არ არსებობს, ხო? და არც ხუმრობით არ არსებობს. პოლიტიკური განცხადება არის განცხადება, რომელიც რაღაცას მაინც რაღაცა არის. იქნა ხუმრობით თქვი, კიდე შემთხვევით რაღაცა არის იმაში, ხო? მედვედევის განცხადება, ახლა ბერმა ესა იხუმრაო, გაიგე და თქვენ გახსოვთ მედვედევის განცხადება ამ ბოლოს დროს რა თქვა, ის კი მოვაწერე ხელი დამოუკიდებლობაზე მარაო. ხო? მედვედევი და რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი, მოქმედი პრეზიდენტი, მე მგონი ორჯერ მინიმუმ განაცხადა. ორჯერ მინიმუმ, შეიძლება სამჯერაც. რომ თქვენი საქმეა ეს. გო, რა თქმა უნდა, ამას გო. აფხაზები და ქართველები, ოსები და ქართველები, დაჟინით ერთ. ლავრომას გააკეთა ეს განცხადება თქვა. გააკეთა პუტინმა გააკეთა. კი, ორჯერ მინიმუმ. კი ბატონო, კი. მე მოვუსმინე. ხო, შეიძლება მესამეჯერაც რომ ჩვენ ხელს შეგვიწყობთ რა. იქ არ არის არ იყო საუბარი არც ამერიკელებზე, არც ევროპაზე, არც იმაზე. გაბედეთან დაიწყეთო რა. არ ჭირდება იმას და არც ჩვენ ჭირდება რუსებთან საუბარში ჩვენ არავინ არ ჭირდება, არც ხალხაზებთან, არც ოსებთან. შუამავალი არ ჭირდება ჩვენ, არც ამერიკელები, არც ევროპელები და არავინ არ ჭირდება. ეს შანსი ჩვენ დღემდე გვაქვს, იმიტომ რომ რუსეთს დღეს უჭირს. კი. აი რუსეთს დღეს ძალიან უჭირს. არ არის ის კარგად საქმე მაგათთან. რუსეთში რომ ჩვენ მათ არ დავჭირდეთ და ეს მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ. რაც მეტი დრო გადის მით უფრო ნაკლებია ირგვლივ ცეცხლი არის ბატონო თემურ აგერ ირანი აქეთ უკრაინა და რა ვიცი მთელი ყველგან სადაც კი ხა იქ სირია და თითქმის ყველგან ცეცხლია რა სამხრეთ კავკასია მას ჩამოშორდა აზერბაიჯანი იქ რუსეთთან არ არის აზერბაიჯანი რა რუსეთის კეთილმეზობლურ პოლიტიკას ეწევა დღეს არა მარტო შემთხვევაში უფრო მტრულს ვიდრე კეთილმეზობლურს ასევე ამერიკიდან სომხეთი რუსული სასომხეთო შემოიყვანა ამერიკელები შემოიყვანა აუგე ამერიკელები შემოიყვანა პაშინი ეს ნიშნავს იმას რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა დღეის პირობებში ერთ ზეცხინა ეს სტრატეგიული პირობები დამარცხი ესაო გადაკოცნა პუტინმა ალიევი და ხო ხედავ ახლა იტყვიო შენ რომ პუტინი დამარცხდა სამხრეთ კავკასიაშიო რუსეთი არ დამარცხდება სამხრეთ კავკასიაში ეს გამორიცხულია ძელვადიან თუ საშუალო ვადიან ისტორიულ მონაკვეთზე რუსეთი აქ მაინც იქნება ყველა ვარიანტი გამორიცხულია მაგრამ დღევანდელ ეტაპზე რუსეთს განცდილი აქვს მარცხ სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენები მინიმუმამდეა დაყვანილი რუსეთი არის ოსეთის სამხრეთ ოსეთის ამ ცხინვალის ჩვენი რეგიონის და აფხაზეთის იმედა დარჩა ის ბაზა რომელიც იმაში აი თქვენ სამხედრო ხართ თუ მე მართალია ვარ არ მითხარით და მე დაგეთანხმებით კი ბატონო რა შეიძლება არ ვარ მართალი ის ბაზა ძალიან ძლიერი გიუმრის ბაზა ხო კი ის არაფერი ის არის ფაქტიურად ის არის იმის მომარეობაში აღარაფერია დამთავრებული საკითხი განიარაღებულია ეს უკვე განიარაღებულია ზალოზნიკი როგორა ქართულად მძევლად აღავთ აყვანეთ მძევლის მაშინ აიყო და მძევლად აბა მივიდა გამოყონ თავი აბა იქიდან რუსულმა რამე იმა რა აჰა შეიძლება ორდღია შემოტევას გაუძულდა მე საიდან უნდა მიაწოდო არა საიდან უნდა მიაწოდო ხო კი ლოჯისტიკა ხო გინდა იქ აწარმოებს თავის საბრძოლო მასალას და იმას ამიტომ გიუმრის სხვადასხვის გაიმარჯვა პირმა რომელიც ოპოზიციაში ედგა პაშინიანს აჰა და ის ესე იგი მოზდეს ბრალი და დააპატიმრეს ძალიან ძიმე ბრალდები. ხო, ახლა ამერიკელები არ დაუშვებდნენ. სომხეთის მეორე ქალაქში ოპოზიციური აი ამ ქალაქის ოპოზიციური ქალაქის გაჩენას, რომელიც არის ერთდროულად სამხედრო ბაზარი იქვე, რუსული სამხედრო ბაზარი. ბატონო თემურ, თქვენი დრო ამოიწურა ძალიან საინტერესო ის გააკეთეთ ანალიზი და საინტერესო საუბარი იყო და მართლაც რომ აუცილებელი არის რომ ასე ხშირად თქვენ უნდა ეუბნებოდეთ საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას და ყველას რომ ეს გზები არის საჭირო იმისათვის რომ როგორმე რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა გავიდეს იმ მართლაც მნიშვნელოვან
პრობლემატური საკითხები გადალახოს და ეკონომიკურად და პოლიტიკურად გავიდეს სწორ გზაზე და სწორი მიმართულება აიღოს აფხაზეთიდან სამაჩაბლოსთან მიმართებაში და გამოვიდეს კრიზისიდან ამ ქვეყანას. დიდი მადლობა. ერთ განცხადებას კიდევ უბრალოდ. კი ბატონო. მე მგონია რომ კობახიძე კობახიძე არის რაღაც საგემდგომი ფიგურა. არ არის აფილირებული არც ერთ ბიზნესთან. არა, სუფთა არის. გარკვეულ რისკზე მიდის. სუფთა არის მაგ საქმეში. იმას დაკავშირებით ასე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია ამ კაცს და მე მგონია რომ ამ მიმართულებითაც თუ იფიქრებს ამ მიმართულებითაც თავის თავზე აიღებს ამ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ სხვა გზა საქართველოს არ რჩება და ქართული ოცნების გადარჩენის გზა არის ქართული ოცნება გადარჩება რუსეთთან სტრატეგიული მეგობრობის აღდგენის შემთხვევაში. დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისათვის. დიდი მადლობა რომ ასეთი სწორი ანალიზი გააკეთეთ. თვითმფრინავთა ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გიყურებთ. კარგად ვზრდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.